წელიწადის ყველაზე ბარაქიანი სეზონისთვის, დამახასიათებელი ფერებით, ხილის მრავალფეროვნებით, ტრადიციული კერძებითა და სამოსით აღნიშნეს გორის მეათე საჯარო სკოლაში შემოდგომის ფესტივალი 2025. ეზოში მოწყობილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხე, ყოველი კლასი საკუთარ რეგიონს წარმოადგენდა, ზოგან ციტრუსის, თაფლის, ხაჭაპურის, ნიგვზიანი ნუგბარის, კახური ღვინის და ჩურჩხელის სურნელი იგრძნობოდა. დღეს ჩვენ სკოლაში არის შემოდგომის ფესტივალი, უკვე ტრადიციად იქცევით, რომ შარშანად ჩავატარეთ და ძალიან დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა და მშობლების დიდი ჩართულობა და აქტიურობა და მინდა დიდი მადლობა გადაუხადო თითოეულ მშობელს. დაწყებითი კლასის ყველა მას კლასია წარმოდგენილი, საქართველოს სხვადასხვა კუთხეები აქვს გაცოცხლებული თავისი ტრადიციებით, საკონცერტო ნომრებიც ექნება იმ კუთხის დამახასიათებელი და ასე აღნიშნოთ ბარაქიანი შემოდგომის შემობრძანებას ქვეყანაში და ჩვენ სკოლაში. მოსწავლეები ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრების შესრულებით მოწვეულ სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეს აცნობდნენ დიდარი და მრავალფეროვანი კულტურით. ყოველწლიურად ჩვენ აღვნიშნავთ შემოდგომის ფესტივალს, წარმოვადგენთ საქართველოს კუთხეებს, წელს ჩვენ წარმოვადგენთ სამეგრელოს გულზვიად კუთხეს, მის ტრადიციებს, კულტურას და შევეცდებით ღირსეულად წარმოვაჩინოთ სამეგრელოს რეგიონი. ჩვენ ვიცით, რომ არის 4 დრო. შემოდგომაზე ვკრებ, ეხლა არის შემოდგომაზე ვკრებავთ ყურძნებს, ვაშლებს, მსხლებს, ატომს. ჩვენ ვართ ქართლი. ფესტივალზე ასევე გამოფენილი იყო მოსწავლეების მიერ შესრულებული ხელნაკეთი ნივთები, რომელიც როგორც თავად აღნიშნეს, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში დაამზადეს, რომელიც გოგონათა ეკონომიკურ გაძლიერებას, საგანმანათლებლო და პროფესიული უნარების განვითარებას ეხებოდა. ჩვენ მიზანია გოგონათა ეკონომიკური გაძლიერება და მათ პროფესიული უნარებით აღჭურვა. და მოსწავლეები სწავლობენ აქ ჭაკერვას, სხვადასხვა ნივთების შექმნას და შემდეგ ამ ყველაფერს როგორ განავითაროთ ჩვენი საქმიანობა. ასევე ჩვენ ტრენინგებიც გქონდა საქმესთან დაკავშირებით, როგორც პრაქტიკა ასევე და ეხლა პრაქტიკა თითქმის დავიწყეთ ჩვენ და მასწავლებელმა თავიდან და მე უფრო განვითარდით მოგონებთ მასწავლებლებს და ვცდილობთ ყველაფერი ვასწავლოთ. როდესაც შევეჩვიეთ უკვე ამ ყველაფრის გაკეთებას, ჩვენი იდეები გქონდა და ჩვენ თვითონ ვაკეთებდით რაღაცებს და როდესაც ხალხს მოეწონა უკვე ახლა უფრო მეტ რაღაცებს ვკერავთ და ვაკეთებთ.